ბრალდებული მაღალჩინოსანი ახლა ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება როდის მიმართავს პროკურატურა აქვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი ახვლედიანი აპირებს დუმილი დაარღვიოს ხდომათა დარბაზში და ისაუბროს ბრალთან დაკავშირებით რადგან დაუდევრად იარაღის შენახვის ბრალდებით დაკავებული ახვლედიანი ბრალდებას არ ეთანხმება ამბობს რომ იარაღის შენახვის ყველა პირობა დაცული იყო როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი საქმეში დევსათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერები სადაც ადვოკატის ინფორმაციით ჩანს თუ როგორ შედის ეგრეთ წოდებულ ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე იღებს იარაღს და ის იარაღი შეაქვს უკვე საძინებელში სადაც საბედისწერო გასროლა ხორციელდება დღეს ადვოკატმა დაადასტურა რომ ვიდრე თორნიკე რიჟვაძე სუიციდს ცდიდა და მცდელობა ექნებოდა სუიციდის სახლში ახვლედიანთან სხვა სტუმრებიც იმყოფებოდნენ თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობი ახლა საინტერესოა შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ყავს თუ არა ყველა პირი ის ადამიანები ვინც ახვლედიანთან სტუმრად იმყოფებოდნენ ადვოკატი აცხადებს რომ დღეს გირაულ შუამდგომობით შევა სასამართლოში და იმედს გამოთქვავს რომ სასამართლოდანვე გათავისუფლდება ალეკო ახვლედიანი ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ კეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ეს ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათებიდან გამომდინარე, ეს არის იზოლირებული ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია ეს და იკეტება კარები, მისი კარები იკეტება. ეს кейსი ქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება ესაც და ნახავთ თქვენი თვალით. ქონდა კამერები დამონტაჟებული შიდა სივრცეში. დიახ, ამოღებული აქვს გამოძიება, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად იმას, რასაც მე ხო თქვენ გიყვეთ. ინახავდა სპეციალურ კეისში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა სპეციალური кейსით ვინმე დადიოდეთ სააბაზანო ოთახში რა. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს რომ მან დაუდევრად დატოვა, იმიტომ რომ თავის საცხოვრებელ სახლში დახურულ ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. დაკეტილი იყო ეს ფანჩატური. იკეტება ეს. ხო იყვნენ ვიდრე დაიშლებოდა ხო ფანჩატური. აღარავინ არ იყო, წასული იყო. სტუმრები ხო ყავდათ მანამდე. შესაძლებელია იქამდე იყვნენ, მე არ ვიცი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში. როგორ მიდის ამ ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე გამოაქვს იარაღი შიდა პერიმეტრზე სახლის პერიმეტრზეც იყო კამერები დამონტაჟებული. დიახ, ეს ყველაფერი ჩანს. ურთიერთობის დაალაგება ხომ არ თხოვა ქართულ ოცნებასთან? კარგით რა. რა დაძაბული ურთიერთობა რომ ქონდა ქართულ ოცნებასთან რიჟვაძე ეს ყველა მიცის კარგად საზოგადოება ამასაუბრებდა მე არ ვიცი ამიტომ მე მაკითხვას ნუ დამისვავთ რა მე არ ვიცი საჯარო წყაროების მიხედვით მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი გადადგა თორნიკე რიჟვაძემ დატოვა თანამდებობა და ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კარზე კითხვები გაჩნდა რიჟვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით რომ რიჟვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ ქართულ ოცნებაში კითხვები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს მათ შორის ვრცელდებოდა მამამისთან დაკავშირებითაც ცნობები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რომ თორნიკე რიჟვაძის მამა მაღალჩინოსანი იყო და მასთან დაკავშირებითაც ერთი პერიოდი ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი რომ მას არ მისცეს შესაძლებლობა საზღვარი დაეტოვებინა ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია მის დაკავებასთან დაკავშირებით ის რომ არეული ქონდა ქართულ ოცნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა თორნიკე რიჟვაძეს ამის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია არსებობს ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა რისთვის
იყო ის ახვლედიანთან ჩასული საგარეჯოში იმისთვის ხომ არა რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები დაელაგებინა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია გამოძიებამ უნდა გასცეს. პირველები დღეს ვცდილობდით თორნიკე რიჟვაძის უახლოეს გარემოცვასთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია ვერსიასთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვითარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახლობლების ნაწილი ერთპიროვნულად ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვის ნიშნები არ უჩნდებათ თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიასთან დაკავშირებით, თუმცა არიან ისეთები, ვინც ჯერჯერობით თავს იკავებს საუბრისგან. საგამოძიებო იწყება თუ რა არის? თვითმკვლელობაზე ვერსიას ესე იგი ეთანხმება, ჯერ ხო? პაციენტი არის ცუდ მდგომარეობაში ხო? რატომ უნდა მისულიყო ამ მდგომარეობამდე? რატომ გონიათ რომ თვითმკვლელობა სცადა ადამიანმა ეგ მაინტერესებს? არ ვიცი. გამოძიება იწყება არასდროს ძირითად შემთხვევაში რა. და მაშინ მიზეზებზე ხომ ვერ გვეტყვით რატომ მივიდოდა ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე? რამე გაკეთებული აქვს ცუდი მაგ ადამიანს რომ იმას მოეკლა? წერილთან დაკავშირებით რომ მითხრათ, რაც დაწერა ამ ყველაფერს თუ ეთანხმებით და სადაც იყო ნარკოტიკებზე საუბარი, კორუფციაზე საუბარი ამ ნაწილს? ჯერა, ეგ ნაწილი ნარკოტიკი მაგ ადამიანისგან კორუფციას და ნარკოტიკს გამოვრიცხავ. ინფორმაციას ნახავდით ალბათ რომელი ვერსიითაც. არ ვაკეთებ არაფერზე კომენტარს. თქვენ გჯერათ თვითონ პროკურატურის ამ ვერსიის რომ გადამალული იარაღი მოიპარა, შემდეგ საძირებელში შეიტანა ჩუმად და კომენტარს გამოჯამთრებულობას უსურვებ თორნიკეს. არ გქონდათ აქამდე ინფორმაცია? მაგალითად, თუნდაც იყო თუ არა შანტაჟი მის წინააღმდეგ ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ან კორუფციასთან დაკავშირებით, რაზე წერილში გითხარით ხო არ ვაკეთებ არაფერზე კომენტარს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ახლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არის მოთავსებული. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვის სუნთქვაზე, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, დადებითი დინამიკა შეინიშნება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ალეკო ახვლედიანს, ის ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. დიდი ალბათობით დღესვე ჩატარდება მისი სასამართლო სხდომა და გახდება ცნობილი დაუდევრად იარაღის შენახვის გამო. ციხეში გაუშვებენ ახვლედიანს, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს, თუ მას გირაოს საფუძველზე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლებენ.